ჩვენი სულიერი მისია. საიდან მოვედით, რა მიზნით და სად მივდივართ? ჩვენი გზა დედამიწაზე დაბადებით არ იწყება და არ სრულდება გარდაცვალებით. სული უკდავია, ის მოგზაურია, რომელიც წამიერად მკვიდრდება მატერიაში, რათა იპოვოს საკუთარი თავი უპირობო სიყვარულში, ამქვეყნიურ გამოცდილებაში და სულიერ ზრდაში. სული მოდის სინათლის წყაროებიდან, უმაღლესი გონებისგან, რომელიც ყველგან არის და ყველაფერშია. ის იძერწება განზრახვით, გაიზარდოს, განიცადოს, ასწავლოს და გაიხსენოს ის მარადიული სიბრძნე, რაც უკვე აქვს შინაგანად. დედამიწა სულიერი უნივერსიტეტია. ჩვენ აქ მოვდივართ, რათა შევისწავლოთ სიხარული და ტკივილი, შიშიდან ნდობა, თანაგრძნობა და სიყვარული. ჩვენი მთავარი მისიაა გავიხსენოთ, ვინ ვართ სინამდვილეში. ჩვენ ვართ ღვთაებრივი სულები სინათლიდან, განუსაზღვრელი შესაძლებლობებით, რომლის არსიც არის სიყვარული. ყოველი ჩვენგანი მოვდივართ უნიკალური მიზნით. ზოგს გვაქვს ცნობიერების ამაღლების მისია, ზოგს განკურნების, სხვას კი ხელოვნების, განათლების, მატერიალური დოვლათის შექმნის, ან გარდაქმნის და ასე შემდეგ. მაგრამ ყველა მისიის სათავე ერთი და იგივეა. გამოაღვიძოს გონება და გახდეს სიკეთის მანათობელი წყარო სამყაროში. და როდესაც სრულდება ამ ქვეყნად ჩვენი დრო, სული მშვიდად ტოვებს ფიზიკურ სხეულს და გადადის სხვა განზომილებაში. გარდაცვალება არ არის დასასრული, ეს არის ფრთების გაშლა შინ დაბრუნებისკენ. საზოგადოების ნაწილმა არ იცის თუ რა ხდება გარდაცვალების მერე. მათი სული იბნევა, რადგან ადამიანთაგან არავის ესმის მისი და ვარდება სასოწარკვეთილებაში. ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ ხვდებიან ის არსებები, ვინც მას უსაზღვროდ უყვარდა, სულიერი ოჯახი, ნათელი მეგზურები და სხვა. ის უბრუნდება სულების სამყაროს, რათა დაისვენოს, შეაჯამოს გამოცდილი და მოემზადოს ახალ ეტაპზე გადასასვლელად, იქ სადაც კვლავ მოუწევს სიყვარულის გაცემა და მიღება. შენ ამ სამყაროში შემთხვევით არ ხარ. შენ ხარ დედამიწის ბილიკებზე მავალი სინათლის მაცნე, რომ თავად გაიბრწყინო და სხვებიც გაანათო შენი სულის ბრწყინვალებით. შენ გაქვს მიზანი, უნიკალური ღვთაებრივი მისია და ეს იწყება სიყვარულით.